მოგესალმებით ტაბულოს ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის პედაგოგმა და მღვდელმა ვინმე ვახტანგ თოხაძემ თვითმხილველი მოსწავლეების თქმით მეათე კლასელი ბავშვი თანაკლასელებს გააროზგინა სკოლის ადმინისტრაცია ამას ხუმრობას არქმევს ბავშვი კი სკოლიდან გადავიდა ეს პირველი შემთხვევა არ არის ცოტა ხნის წინ ქართული საზოგადოება დადუმდა როცა წმინდა მატათა მოციქულის სახელობის სკოლა პანსიონიდან არასრულწლოვანი გაიქცა დადუმდა როცა ამავე პანსიონში დასჯის ისეთი ფორმები გამოვლინდა როგორიცაა ცემა პირში წინდების ჩატენვა მარმარილოს იატაკზე საათობით დაჩოქება და სხვა დუმდა მაშინაც როცა განგაში ზარებს რეკდნენ საეკლესიო სკოლებში ბავშვებზე მიმდინარე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით არის რა მოკლებული საზოგადოებრივ კონტროლს ანაფორაში შემოსილ არაერთ მოძალადეს თამამად შეუძლია არასრულწლოვანზე იძალადოს რატომაც არა თუ ასობით კამერის თანდასწრებით შეგიძლია ადამიანებს ტაბურეტკით დაძდევდე და შეგრჩეს რა დაგაკავებს როცა ეს კამერები არსად ჩანან ხოლო შენ არაფერი განგასხვავებს პირუტყვისგან დიდი ხანია მოვიდა დრო რეალობას თვალი გავუსწოროთ ჩვენს ქვეყანაში საკმარისია წვერი მოუშვა კაბა შეიმოსო და შენს თავზე ეპისკოპოსმა ძველქართული ლოცვა წაიბურტყუნოს შენი კრიმინალური ქმედებების გამო ხელშეუვალობა გარანტირებული გაქვს შეგარჩენ სახელმწიფო, შეგარჩენ საზოგადოება და ხმალამოღებული დაგიცავ შენი უფროსობა საქართველოს საპატრიარქოში. აი საპატრიარქო, რომელიც დღემდე ამ ფაქტს არ გამოხმაურებია. ხოლო თუ საქმესე მიდგა მღვდლის პასუხისმგებაში მიცემას წყევლა კრულვით შეეწინააღმდეგება. ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ, როცა წლების მანძილზე ადამიანების დამარბეվել მღვდელ დავით ისაკაძეს ძალადობის მეორე დღეს გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლება პირადად ილია მეორემ მიანიჭა. მოგეხსენება წმინდა კანცელარია მხოლოდ მაშინ იწყებს ბრძნად მეტყველებას, როცა სახელმწიფოსთვის ფულია გამოსაძალი, ან რომელიმე უმცირესობაა დასაშინებელი, სწორედ გაროზგილი და ჯვარზე მოკლული იესო ნაზარეველის სახელით. ბავშვის გაროზგვის მეთოდს ისინიც ღვთაებრივი პედაგოგიკით ხსნიან. კრიმინალები სავსე ეკლესიას რომ ბავშვებზე ხელისაწევა დაუსჯელად შეუძლია, ამაში დამნაშავეა ყველა განსაკუთრებით კი ის პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც ამ ქვეყანაში ძალაუფლება აქვს ან ჰქონია. სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი ფული საპატრიარქოს ამ ზომბირების ფილიალებისთვის გადაერიცხათ. მავანი იტყვის რომ ეს არა ეკლესიის, არამედ ცალკეული მღვდლების პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკლესიის დღევანდელ სახეზე პასუხისმგებელი სწორედ მისი პირველი იერარქია. რთულია არ გაგახსენდეს მგმირი მღვდლის ბასილ კობახიძის მიერ 2007 წელს კათოლიკოს პატრიარქისთვის გაგზავნილი საბოლოო მიმართვა, რომლითაც ის გადადგა. თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესია თქვენ გადააქციეთ სანაგვეთ, რომელსაც ოქროთი და თვალმარგალიტით კაზმავთ, მაგრამ სახარებისეული შეღებილი კუბოების მსგავსად სიმყრალე თავს ვერ დამალავს. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო უუნაროა დასაჯოს ანაფორაში შემოსილი მოძალადე, ქართველი ათეისტიც კი სადღაც გულის სიღრმეში სურვილს გამოთქვამს, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. ერთადერთი ნამდვილი რეზიდენცია, რომელიც ბავშვებზე მოძალადეებს უნდა გადაეცეთ. დაბოლოს, ტყუილად ფიქრობთ, რომ დღეს შერჩენილი ხვალად შეგრჩებათ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გამოვთხაროთ და გავთქვათ ყველა კრიმინალური ქმედება, რომელსაც ბნელ სენაკებში ჩადიხართ. და ამ საქმეში ღმერთიც კი ჩვენ მხარეს იქნება. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს ბექა ყორშიას, რომელთან ერთადაც პოლიტიკურ ისლამზე ვისაუბრებ. ბექა, მოგესალმები, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. აი ამ აღმაშფოთებელი და საზიზღარი ფაქტის შემდეგ, რომელსაც რაღაცა ხუმრობით ხვდებიან ადამიანები და ჩვენ არ გქონდა ამაზე მონოლოგი დაგეგმილი. მოგვიწევს ვისაუბროთ ძალადობის სხვა ფაქტებზე, ძალადობის ისეთ ფაქტებზე, რომელიც სხვა რელიგიის ამჯერად სახელით შეიძლება ჩვენ შეგვეხოს. ეს არის ისლამური სახელმწიფო, რომელიც ჩვენგან სულ რაღაც 1000 კილომეტრშია. და რომელიც სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ჩვენ ფონად გვაქვს მის მიერ მოკლული ქრისტიანი მოწამეების, ახალმოწამეების ხატი კოპტების მიერ დაწერილი. ამ სახელმწიფომ, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით სინამდვილეში,
ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიიზიდა, ბევრი ახალგაზრდა მუსლიმი, მათ შორის ქართველი. ჩვენ სახელმწიფოში პრობლემა იყო ისლამოფობია, დღეს პრობლემა იმავდროულად არის ტერორიზმის საფრთხე. პირველ რიგში რომ გაეცნო მაყურებელს და შემდეგ რომ როგორ შევაჯეროთ ეს ორი, რა ურთიერთკავშირშია ისლამოფობია და ტერორიზმის საფრთხე და შემდეგ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რა არის საერთოდ ISIS-ი და რა უნდა მას სინამდვილეში. მოგესალმებით, ჯერჯერობით ვარ სტუდენტი და არ ვარ ესე სრულყოფილი აღმოსავლეთმცოდნე, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება ისლამოფობიის კუვეითში, არა? სწავლობდი კუვეითში და რაც შეეხება ისლამოფობიის საკითხს, მე მინდა ცოტა უფრო ზოგაჭრილში განვიხილოთ პირველ ეტაპზე. ისლამოფობია ამ საკითხებზე ძალიან საინტერესო და რაც მთავარია გასაგებად და ნათლად საუბრობს წარმოშობით პალესტინელი ამერიკელი ედუარდ საიდი თავის ძალიან მაგარ მონოგრაფიაში ორიენტალისტიკა, სადაც ეს წიგნი არის დაწერილი ინგლისურ ენაზე, მე თავიდან მეგონა რომ არაბულად იყო დაწერილი და ძალიან გამიხარდა, როცა აღმოაჩინე რომ ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, რადგან ამ ტექსტში წინა პლანზე წამოჭრილი ეს დირექტივები პირდაპირ კავშირს ამჟღავნებს დასავლურ საზოგადოებასთან. ედუარდ საიდი ეწევა მწვავე ფილიპიკას იმ დასავლური მედიისა, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ისლამს და აღმოსავლურ კულტურას და ეს ყველაფერი გავაერთიანოთ აღმოსავლურ ისლამურ ცივილიზაციას მიიჩნევდა რაღაც ატავისტურ წარმონაქმნად, რომელიც არათუ მხოლოდ ემუქრება ვთქვათ დასავლურ ღირებულებებს, არამედ ეწევა მის ეტაპობრივ დესტრუქციას და ის ხაზს უსვამს ასევე ესე ვთქვათ დასავლელების ესე ვთქვათ ევროცენტრულ დამოკიდებულებას აღმოსავლელებისადმი და ისლამისადმი ზოგადად და მათ ისინი ყოველთვის ცდილობენ ესე ვთქვათ დაუმტკიცონ აღმოსავლეთს თავიანთი უპირატესობა ყველა თვალსაზრისით და ეს ისლამოფობიის თემა ძალიან მწვავედ დგას დღესაც. ნუ ეხა რა შეიძლება ჩათვალოს მუსლიმმა ისლამოფობია, ვთქვათ, რა შეიძლება ჩათვალოს მან ესეთ გამოვლინებად. თუნდაც აი შარლი ებდოს გამოცემები, გაზეთების კარიკატურები ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს პოლიტიკოსების დამოკიდებულება, ვთქვათ, ისლამისადმი, ხშირ შემთხვევაში ეს ესეთი დამოკიდებულება ხდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში და შედეგიც სახეზია, ძალიან ცუდი სიტუაცია ამ მხრივ ამ ქვეყნებში, როდესაც ვთქვათ, ქუჩებში სცემენ მუსლიმებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვა კონტექსტიც აქვს, ხო? ჩვენთან ისლამოფობიას აქვს კონტექსტი, როდესაც რელიგია გაიგივებულია ნაციონალობასთან, შესაბამისად ქართველი მუსლიმი მიიჩნევა რაღაც დესანტად უცხო ქვეყნის. ზუსტად ასეა, გეთანხმებით. სხვათა შორის მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით რაღაც თვალსაზრისით ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვთქვათ, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ვთქვათ, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან შედარებით ამ მხრივ. იმიტომ რომ საქართველოში ვთქვათ, აი თბილისის მაგალითზე რო ავიღოთ, საპარასკევო მეჩეთში ფიქსირდება ისეთი ფაქტი, რომელიც ვთქვათ, საერთოდ სხვა ქვეყნებში არც ერთ ისლამურ თუ დასავლურ ქვეყანაში ასეთ ფაქტი არ ფიქსირდება, როდესაც შიიტი და სუნიტი ერთად აღავლენენ სალათის რიტუალს. ეს ხომ არ არის საბჭოთა ტოტალიტარული გამოცდილების გვერდითი ეფექტი. ანუ გვერდითი ეფექტი, სადაც აი ამ ისლამურ ორგანიზაციებს, ისე როგორც ქრისტიანულ ორგანიზაციებს, ძალიან კარგად და გემრიელად ამუშავებდნენ კგბ-ს ოფიცრები და მათ კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვანი იყო არა რელიგიური შემადგენელი, არამედ სწორედ ის, რომ შენ უნდა ყოფილიყავი სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ერთგული, ამ შემთხვევაში საბჭოთა სახელმწიფოს ერთგული, შესაბამისად წლების მანძილზე აი ამ ტოტალიტარულმა, სეკულარულმა ტირანიამ ფსევდოსეკულარულმა, რა თქმა უნდა, გაანადგურა აი ეს
წინააღმდეგობები ამ რელიგიებში, ისევე როგორც შიიტებში, ისე და სუნიტებში, ხო, რომელიც მათ საშუალებას აღარ მისცემდათ ერთად ელოცოთ. ანუ თავისთავად ფაქტს უყურებ, ეს შესანიშნავია, მაგრამ შენ ამ ფაქტში ამჩნევ ძალიან მძლავრ ტოტალიტარულ გამოცდილებას. თავისთავად და მე ყველაზე მეტად რაც მაშინებს ამ სიტუაციაში ეს არის ის ფაქტები, რომლებიც ფიქსირდება ამ ბოლო პერიოდში საქართველოში, ვთქვათ, იმაში რა ქვია, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში, როდესაც ეს მინარეთი მოხერხეს მინარეთი და წაიღეს ეს შემოსავლების სამსახურმა, ხო, არ ვიცი, რაღაც ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა და ბრალებდნენ სრულიად რაღაც სისულელეს, რომ რაღაც შემოსავლების სამსახური რაღაც გადაუხდელობის თუ რაღაცის გამო. ეს ფაქტები, რომელიც ჩვენ გვხვდება, ანუ ჭელას მეჩეთის ფაქტი იქ არის წინწყარო, სამთაწყარო, ეს რომ ამ სოფელების სახელები არ ვიცოდი სულ რაღაც 2 წლის წინ შემატყობინეს. მომიწია გავცნობოდი რომ ისინი არსებობენ. პრობლემა აქ არის ერთი რამ, ხო? ანუ საკითხი რო დავსვა და შემდეგ შენ გაშალე, ხო? არსებობს ისლამური სახელმწიფო, რომელიც იზიდავს ახალგაზრდებს. და ამ ახალგაზრდების გადაბირების პროცესში ძალიან ხშირად მიმართავენ ეს ტერორისტები პროპაგანდას, რომელიც გეუბნება, რომ აი ხო ხედავ შენი სახელმწიფო არ გიცავს. ხო, აი ხო ხედავ მოგიხერხეს მეჩეთი, ხომ ხედავ რომ შენ ვეღარ ცხოვრობ ისე იმ ქვეყანაში, სადაც გეუბნებიან რომ სრულფასოვანი მოქალაქეა, დაანები ამ დემოკრატიას თავი, ამ სისულელებს. ხომ ხედავ ის არ მუშაობს, ის ყოველთვის უმრავლესობის ტირანია. შესაბამისად, ეს ადამიანები დგებიან და მიდიან, ნუ ამასთან ერთად შეიძლება იყოს იქ სოციალური ფაქტორიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? როგორ უნდა მოვუაროთ ამ პრობლემას და უკვე შემდეგ რო გადავიდეთ უშუალოდ აი ISIS-ზე. მე გამახსენდა ეს ვიდეო თამაშ ჭიღალაძემ რომ ატვირთა იმაზე YouTube-ზე, სადაც ის მოუწოდებს ქართველ მუსლიმებს რომ წავიდნენ სირიაში და შეუერთდნენ თავიანთ მუსლიმ ძმებს. ჭიღალაძე ახლა იმყოფება სირიაში, ირიცხება ისლამური სახელმწიფოს რიგებში და ამბობს ასეთ რამეს ერთ მოწოდების დროს, სხვათა შორის ჯიჰადი, როგორც პროპაგანდა, ისლამის პროპაგანდა შეიძლება მივიჩნიოთ ჯიჰადის ერთ-ერთ სახედ და გამოვლინებად, როგორც მე-14 საუკუნის მუსლიმის სწავლული იბნ კაიმი ამტკიცებს, ჯიჰადის ისლამის პროპაგანდა არის ჯიჰადის ერთ-ერთი სახეობა. აუცილებელი არ არის თქვა კალაშნიკოვი აიღო ხელში და ხალხი ხოცო. და მოუწოდებს რომ თქვენ იჩაგრებით თქვა აი აჭარიდანაა ეს ოჯაჰედი და ამბობს რომ თქვენ იჩაგრებით თქვენს ქვეყანაში თქვენი წამსის გამო, თქვენი კონფესიის გამო და მოგიწოდებთ რომ აიღოთ იარაღი და წამოხვიდეთ სირიაში, რათა იბრძოლოთ თქვენს მუსლიმ ძმებთან ერთად. აი ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც ზომიერის ძალები მცირდებიან და რადიკალები იზრდებიან. აი ძალიან გულწრფელი შეშფოთება რომ გამოთქვა ხა ისლამოფობიის წინააღმდეგ ჩემი ჟურნალისტური კარიერა დაიწყო ისლამზე მუშაობით და ისლამოფობიის წინააღმდეგ ბრძოლით და მე ამის ასე პირდაპირ თქმა არ მომერიდებოდი ბრძოლით, ჩემი საქმიანობა იყო ბრძოლა მათ ამ ისლამოფობიის წინააღმდეგ. და ის ახალგაზრდები, რომლებიც მე მხვდებოდნენ ხოლმე, ხო? და რომლებიც აპელირებდნენ კონსტიტუციაზე. ჩვენს საერთო კონსტიტუციაზე დღეს მათი ნაწილი Facebook-ზე წერს, რომ ისინი არიან ისლამური ხალიფატის, ეგრეთ წოდებული ხალიფატის მხარეს. ეს არის ტრაგიკული მომენტი, რომელსაც დამნაშავე რეალურად არის სახელმწიფო. თავისთავად განსაკუთრებით საშინელი მდგომარეობა პანკის რეგიონში, თქვათ, ყველაზე დიდი მიგრაციის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ ამ რეგიონიდან ფიქსირდება. ერთის მხრივ ეს არის მიზეზი ჩაგვრისა, რასაც განიცდიან ეს ადამიანები და მეორე მხრივ ეს არის სწორედ პანკისის რეგიონის სოფელ ბირკიანიდან წასული მიგრაციაში წასული თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ აშიშანი, რომელიც ესე ვთქვათ კერპად იქცა არა მარტო პანკისელი ახალგაზრდებისათვის, არამედ ზოგადად აი ვაჰაბიტები, არ მინდა ეს ტერმინი გამოვიყენო, იმიტომ რომ ზოგადად არაბულ ბეჟტურ და ტელემედიაში ამ ტერმინს არ გამოიყენებენ, რადგან ვაჰაბ
არის ალაჰის 99 სახელიდან ეპითეტიდან ერთ-ერთი და მუსლიმმა სწავლულებმა დაგმეს ეს ტერმინი და მის გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ გამოიყენება ტერმინი სალაფიათი ქართულად, რაც გულისხმობს ეს არაბული კონსონანტური ძირის ლფ კავშირს ამჟღავნებს რაღაც ადრე არსებულთან წინათ ყოფილთან, რაც ერთხელ უკვე იყო, ესე ვთქვათ და ეს ასლაფ ნიშნავს წინაპრებს, ანუ ის რაც ვთქვათ წინაპართაგან მოსდგამთ. ის რაც არის დამახინჯებული, ის რაც არის დამახინჯებული და მუჰამადისა და მისი თანხლები პირების შემდეგ ყველაფერ ახალს, ესე იგი ერთგვარი ისლამური პროტესტანტიზმი. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პანკისის რეგიონში. ისე როგორც ISIS-ის შემთხვევაში. ISIS-ის შემთხვევაშიც იგივე ფაქტი, სალაფიტები არიან ისინიც, ძირითადად ეს ახალგაზრდებში ფიქსირდება და მოხუცები არიან ჰანაფიტური მასჰაბის, ძირითადად ჰანაფიტური მასჰაბის, ანუ მიმდინარეობის გამზიარებლები და ესე ძლიერი პროპაგანდა ისლამური სახელმწიფოს მხრიდან გარე ძალების მიერ ესე იგი განხორციელებული ძლიერი პროპაგანდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს მეორე ფაქტიც დაფიქსირდა ეს აჰმედ ჩატაევი, რომელიც ამავე სოფლიდანაა, ბირკიანიდან, ისიც ომარ აშიშანისთან ერთად შეიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში, სადაც აზავაჰირი, ბინ ლადენი, სააჯიდა არიშავი და რაღაც ძალიან ესეთი ბნელი ხალხია წარმოდგენილი და ასეთ სიტუაციაში სახელმწიფო თითქმის არაფერს არ შვება, შემიძლია ასე ვთქვა, იმიტომ რომ რაღაც დარწმუნებულიც კი არ ვარ, რომ ისლამის სპეციალისტი ყავთ, იცი? როდესაც აი ეს ასეთ ორგანიზაციებში, რომელიც რელიგიას ყურადღებას უნდა, მაგალითად რელიგიის სააგენტოში, ხო? შენ კითხულობ, რომ იცი რა, აი როგორია თქვენი სპეციალისტების შემადგენლობა. ნუ აღმოჩნდება ხოლმე, რომ რა თქმა უნდა, უმრავლესობა 0.001%-ის გარეშე არის ეს რა ქვია, მართლმადიდებელი, ქრისტიანი. ისინი გეუბნებიან, რომ მათ ისინი ფიქრობენ, რომ მე პრობლემა მაქვს, რომ იქ მრავალფეროვანი შემადგენლობა არ არის, ხდები? რომ რაღაც აბსტრაქტულ ლიბერალურ იდეალს არ ემსახურება ეს ყველაფერი, რომ ყველა განსხვავებული იყოს, იქ ეს გყავდეს, იქ ეს გყავდეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უბრალოდ ისლამის სპეციალისტი გყავდეს, რომელიც ამ ყველაფერს ყურადღებას რომელიც უბრალოდ რაციონალურად შეძლებს რაღაცა ნორმალურად, რომ ესაუბროს ამ ხალხს და იდენტიფიცირებას, ხო? და ნორმალურად ესაუბროს ამ ხალხს და რაღაცა შედგეს რაღაც კონსენსუსი, რომ ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით ქართველთა მიგრაციას სხვა ქვეყნებთან შედარებით ინტენსიურს ვერ ვუწოდებთ ქართველთა გადინებას სირიის მიმართულებით, რამდენიმე ათეული მუჯაჰედი, რომლებიც ირიცხებიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზიანს აყენებენ საქართველოს ავტორიტეტს მსოფლიო მასშტაბით. ეს ძალიან ცუდია და მით უმეტეს, რომ 2008 წელს ჩვენი რა ქვიან ჯარის არმიის რიგებში იბრძოდა ომარ აშიშანი რუსეთის წინააღმდეგ. და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ძალიან ცუდი ფაქტი. ნუ რომელზეც რატომღაც დაახლოებით ისე რომელთანაც დაახლოებით ისე დამოკიდებულება ჩემჩნევი როგორც სტალინის მიმართ, ხო? რომ აი ვიღაცა ძალიან დიდია რა, სახელი გაითქვა და რაღაცა პიეტეტი მაინც ჩნდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, აი ამ ამაზრზენი ხალხის მიმართ, რომელთა ფეხქვეშაც, როგორც ჩემი მეგობარი იტყდა, მიწა უნდა იწვოდეს, იმიტომ რომ რაღაც ბავშვები, როდესაც ადამიანი ტერორისტებთან ურთიერთობაში შედის, ხდება ჩვეულებრივი ტერორისტი. მოტივი რატო წავიდა, რატო გააკეთა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე ჩემი დაკვირვებით, აი ქუჩის აკადემიაში აღვნიშნე, რომ ჩემი დაკვირვებით, აი ტერორისტული რაღაცა სისტემა, ეს ტერორისტების სისტემა ძალიან გავს რაღაც კანონიერი ქურდების სისტემას და იქ აღვნიშნე კიდეც, რომ ეს სხვათა შორის სწორი შენიშვნა
აღნიშვნაც მომცეს, რომ ეს არაფერ შუაში არა, მაგრამ ზოგადად ეს კონტექსტში დავაკავშირე, რომ ეს ერთ-ერთი დამაარსებელი ისლამური სახელმწიფოსი არის აბუ მუსაბ ზარყავი, ის იყო ქალაქ სოფელ ზარყაიდან, იორდანის სოფელ ზარყაიდან და დავაკავშირე ჯერ სახელებშიც კი არის მსგავსება, რომ რაღაც აი ტამაზა სოხუმსკი და შემდეგ უკვე აბუ მუსაბ ზარყავი, ზარყაიდან რახან არის აი ზარყავი გეოგრაფიული მაჩვენებელი და თვითონ ხალხის დამოკიდებულება ტერორისტების მიმართ. თითქოს ყველა რაღაცნაირად თავს იკავებს მათზე საუბარს, ყველანაირ კონტექსტში თავს იკავებენ და ეშინიათ ამაზე საუბრის, მაგრამ ყველას რაღაცნაირად ჯერა რომ რაღაც ერთხელაც აღსდგება ეს რაღაც ისლამური უმმა, ანუ ერი, ანუ სახელმწიფო და გაერთიანდება მთელი 22 არაბული სამყარო, არაბული ქვეყანა. მივედით აქამდე. რა უნდა ISIS-ის? ისლამური სახელმწიფოს და რა განსხვავებს ის ჩვენთვის ნაცნობი სხვა ტერორისტებისგან, მაგალითად ალ-ყაიდას? პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ისლამური სახელმწიფო არ არის ორგანიზაცია, ტერორისტული ორგანიზაცია, ძალიან ხშირად ასე მოიხსენიებენ მას. ტერორისტული ორგანიზაცია არის ალ-ყაიდა, ტრადიციული ტერორისტული სისტემით და სტრატეგიით. ეს არის როგორც ისლამური სახელმწიფოს არაბულ ვერსიაში, ანუ დაულა ალ-ისლამია ფილ ირაყ ვა შამ ასე ჟღერს, ანუ თვითონ სახელმწიფო ფიგურირებს დასახელებაში. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც მართავენ ტერორისტები, ტერორისტული სახელმწიფოა მარტივად რომ ვთქვათ, მათი მიზანი არის არც მეტი არც ნაკლები აბასიანთა სახალიფოში არსებული სისტემის აღდგენა, ესე ვთქვათ ეს რელიქტური წარმონაქმნია, შეიძლება ასეც ითქვას, ისლამური სახელმწიფო, რომელსაც უნდა რომ რაღაცა თავისი ეს ადმინისტრაციული ერთეულები დაყოს ვილაიეთებად, ესე უწოდოს და რაღაც ხალიფა მართავდეთ და რაღაც გაერთიანდნენ ქაფირების წინააღმდეგ, ქუფარ, ეს ნიშნავს ურწმუნოების წინააღმდეგ. სხვათა შორის, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ბრუტალურია ისლამური სახელმწიფო, ვიდრე იყო აბასიანთა სახალიფო. ისინი არ აღიარებენ არც თქვათ ჯიზიას, არც ხარაჯას, ესენია გადასახადები არამუსლიმებისათვის, ეს იყო გადასახადები არამუსლიმებისათვის აბასიანთა სახალიფოში და ისლამურმა სახელმწიფომ უარყო ყველა ეს გადასახადი, ვთქვათ და პირდაპირ ხოცავს ნებისმიერ არამუსლიმს. და განსაკუთრებით მთავარი რაც უნდა აღვნიშნოთ, მათი უპირველესი მტერი ეს არის შიიტური თემი, რომლებიც მათთვის არიან ყველაზე დიდი ქაფირები ერთი სიტყვით. და კიდევ ბუდისტები, ალ-ბუზიინ, როგორც მოიხსენიებენ, მუშრიკინ, ასე მოიხსენიებენ მათ, მუშრიკინ, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლები, კერპთაყვანისმცემლები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბუდისტების მიმართაც ეს ტერმინი გამოიყენება. იეზიდების მიმართ. იეზიდების მიმართაც და ეს აი ეს ასე ვთქვათ წყობა, ხო? რა რელიგიურ საფუძველს ეფუძნება? რა არის აი ეს რელიგიური შემადგენელი აი ამ ძალიან მოგახსენებ საზიზღარ და სასტიკ ეს არის სუნიტური მასაბის, ანუ სუნიტური მიმდინარეობის დოქტრინის გამზიარებელი სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება სალაფიტურ იდეებს, ესე ვთქვათ, სალაფიტური იდეები იგივე ვაჰაბიტური, რომელსაც სათავე დაუდო მუჰამად იბნ აბდალ ვაჰაბიმ და იბნ სუუდმა, იბნ სუუდი გახლავთ დღევანდელი საუდიანთა დინასტიის პირველი ესე თვალსაჩინო წარმომადგენელი. ეს მოძრაობა დაიწყო, ესე იგი ჰიჯრით მე-12 საუკუნეში, ანუ მე-18 საუკუნის დასასრულს ქრისტეშობიდან და ესე იგი ეფუძნებოდა პირველ რიგში ისლამის პროპაგანდას, ასე დაიწყო ეს ყველაფერი ქალაქ დარაიადან, საუდის არაბეთის ქალაქ დარაიადან, შემდეგ უკვე ერიადით ჩაიგდეს ხელში და ჩამოყალიბდა პირველი ვაჰაბიტური, სალაფიტური ქვეყანა საუდის არაბეთი. და მათ უარყვეს, ვთქვათ, ისლამური სახელმწიფო, ისევე როგორც ვთქვათ, მათი წინამორბედი ეს
ვაჰაბი უარყოფენ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს და ფაქტორებს ისლამში, როგორც ვთქვათ, თავასულის რიტუალი, ეს არ არის მარტო ისლამისათვის დამახასიათებელი ნიშანთვისება, არამედ ზოგადად მონოფისტური რელიგიებისათვის დამახასიათებელი ელემენტია, რაც გულისხმობს შუამავლობის პრინციპს, რაღაც ესეთი, არ ვიცი როგორ თარგმნო. წმინდანები, ანგელოზები და ასე შემდეგ. ხო, ანუ როდესაც ვთქვათ, მლოცველი შეავედრებს თავის თხოვნას ღმერთთან დაახლოებულ სულს. მეოხება არ შეიძლება, ხო? ანუ ქრისტიანობაში მაგალითად როდესაც შენ მლოცველობ, რომელიმე წმინდასთან მეოხე მეყავ, ხო? დიახ, აი ტროპარები გვაქვს და რაღაცა ისე ხო, როგორც გიორგის ტროპარი, წმინდა ნინოს ტროპარი და რაღაც მიმართვა. ხო, ანუ ეს ოღონდ ისლამში უარყო, ხო? იქაური წმინდანების. ეს ისლამში უარყო და ასე უარყო მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის თაბარუქის რიტუალი, ეს არის საფლავების მოლოცვის რიტუალი, ანუ თვით მოციქული მუჰამადის საფლავის მოლოცვაც კი უარყვეს, არ შეიძლებაო და ჰარამი არისო და ასევე დაუპირისპირდნენ რაც მთავარია შიიტურ თემს ამით. იმიტომ რომ შიიტებისათვის იმამ ალი, მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა, თლად ისეთ დონეზე არ ყავთ აყვანილი როგორც ქრისტიანებს ქრისტე, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ესე ვთქვათ, შიიტებისათვის იმამ ალი და მოკლედ დაუპირისპირდნენ ამით პირველ რიგში შიიტურ თემს. და აი ეს სურვილი რომ დაამყაროს სახელმწიფო. ხო, ამ ტერორისტებს ძალიან მარტივად რა ვთქვათ, აქვთ რაღაცა ძალიან ძლავრი რელიგიური, პოლიტიკური და იდეოლოგიური სისტემა, რომელიც ძალიან მარტივად რა ვთქვათ, პირდაპირ აწყობილია რაღაც სცენარზე, რომელიც მათ არ შეუქმნიათ. ხო? ანუ არის აწყობილი სცენარზე, რომლის მიხედვითაც ხალიფა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენ იყო მუსლიმი, ხო, დაახლოებით, იმისთვის, რომ აღსრულდეს შარიათი. და შენ გჭირდება აი ამ მოსამზადებელ პერიოდში, როდესაც შენ რაღაც განკითხვა მოდის, ხო? შენ გჭირდება ადამიანი, რომელიც განაგებს ამ სისტემას, ხო? რომელიც იქნება გარკვეული ტომიდან და ეს ალ-ბაღდადი მიიჩნევა, რომ არის რაღაცა იმ ტომიდან, რომლიდანაც უნდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ეს ადამიანები ძალიან მარტივი რელიგიური სცენარით მიმართავენ და წმენდნენ იმ მიწას, რომელზედაც ისინი მოძრაობენ, რა. ამ ფაქტორს ძალიან ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია იყენებს, თქვათ ალ-ყაიდაც, ალ-ყაიდას სწორი ფორმა, ალ-ყაიდაც იყენებს ამ ფაქტორს, რომ რაღაც ღვთიური ძალით ისინი მოხდნენ რაღაც ორგანიზაციის სათავეში და ასევე აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც თulis რომ კი არა და გამოაცხადა და ხალხიც უჯერებს, რომ ის არის ყურეიშის ტომიდან, საიდანაც იყო თვითონ მოციქული მუჰამადი. ასევე გვაქვს მსგავსი ფაქტი, ტერორისტული ორგანიზაცია არა ჰეზბოლა, მაგრამ აქაც ფიქსირდება მსგავსი ფაქტი, მათი ლიდერი ნასრალა ძალიან ხშირად ახსენებს, რომ ის არის ყურეიშის ტომის შთამომავალი და მემკვიდრე და ეს შავი ღუტრა, სხვათა შორის აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადისაც ახურავს და ნასრალასაც, რაც ნიშნავს, რომ ისინი არიან პირდაპირი მემკვიდრეები მოციქული მუჰამადის, რაც არის რაღაც ძალიან სასაცილო, მაგრამ იძლევა მუსლიმზე. მათ ესე ვთქვათ, აქვთ უფლება განაგონ საერთო უმმა, ამის უფლება აქვთ, ვთქვათ, რაღაც ღვთიურ დონეზე, რაღაც სამავიეს მოიხსენიებენ, რომ აი ღვთიურ დონეზე აქვთ მათ რაღაც უფლება ალლაჰისგან, რომ მართონ ეს ხალხი, რადგან რჩეული ტომიდან, ყურეიშის ტომიდან არიან წამოსული. და როგორია ეს კანონები, რომლითაც ეს ხალხი უნდა იმართოს, ხო? ეს კანონები როგორც ანუ რა არის მართალი და რა არის თვითშემოქმედება, ესე რომ ვთქვათ, ხო? რა არ მოუგონიათ მათ? იცით რა არის, ეს ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია. აი ძალიან ხშირად ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, თავარ პრობლემას ვაწყდებით ყურანის ინტერპრეტაციაში და იმ ჰადისების ზოგადად პერცეფციაში
კლასიფიცირებაში, ვთქვათ, ერთი ტერორისტული ორგანიზაცია რაღაც ჰადის, ანუ ჰადისები ეს არის გადმოცემები და გამონათქვამები მოციქული მუჰამადის შესახებ, ყველა აძლევს თავის რაღაც ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას, ყველა ტერორისტული ორგანიზაცია იმის და მიხედვით თუ როგორ აწყობს მას და როგორ უფრო გამოადგება, ვთქვათ, რაღაც თავისი პოლიტიკური ნებების განსახორციელებლად და სრულყოფისათვის. რაღაც არსებობს რაციონალური კრიტერიუმები გადარჩევისა და კლასიფიცირების ჰადისებისა, სანდოობის მიხედვით კლასიფიცირდებიან ისინი, მაგრამ ძალიან ხშირად ახსენებს, ვთქვათ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, როდესაც რაღაც ხუტბის დროს, ანუ ეს არის ქადაგების რიტუალი, სალათის, ანუ ლოცვის შემდეგ, როდესაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოუწოდებს ხოლმე მორწმუნეებს რაღაცას, ვთქვათ, მოციქული მუჰამადი ამ შემთხვევაში ასე მოიქცა. ვთქვათ, ჰადისებიდან ასე საუბრობს, რომ ამ ჰადისის მიხედვით ასე მოიქცა, მაგრამ იმიტომ რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, მაგრამ ჩვენ იძულებულები არ ვართ, პირდაპირ ამბობს ასე რომ ჩვენ არ ვართ იძულებულები ამ შემთხვევაში რომ ასე მოვიქცევთ და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ამ ქაფირებს, ანუ ურწმუნოებს ავჭრათ თავი და ვაწამოთ და დავწვა და გალიებში რაღაც საზღვრებებს შვებიან, აი არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, როგორც ერთხელ უკვე ვახსენე, ეს არის სახალიფოს ერთ დროს აი მე-7-დან მე-13 საუკუნემდე არსებული აბასიანთა სახალიფოს პირდაპირ ეს რელიქტი გადმონაშთი კონსერვირებული სახით ყველა თვალსაზრისით ეს იქნება ვთქვათ ეკონომიკის სექტორი, ეს იქნება სამხედრო სექტორი, პოლიციაც კი არსებობს ქარის რაღაც ორგანო ჰესბა ქვია, რომელიც ვთქვათ რაღაც ქართულ რეალობაში გადმოვიტანოთ რაღაც პატრულის როლს ასრულებს დაახლოებით, მაგრამ რა თქმა უნდა ზნეობის რა თქმა უნდა ესეთი არსებობს შიიტებსაც აქვთ მსგავსი პოლიცია ეს ირანში, რომ რაღაც რამადანის დროს ეს არ დაარღვიოს, ვთქვათ, ეს მარხვა და ილოცოს დღეში 5 ჯერ და იქ რაღაც არ დალიოს ალკოჰოლი და რაღაც ხალხაშორის სავონაროლას ყავდა უფრო ადრე ფლორენციაში ესეთი იმედის რაზმები ერქვათ, ეს დარბოდნენ ესე ფლორენციის ქუჩებში და ამოწმებდნენ ხოლმე ვიღაცას ხოლმე რომ მრუშობდა, დასჯირდა. ხო, დაახლოებით ასეთი სიტუაცია. დაახლოებით მსგავსი ორგანოა ჰესბა. სწორად მინდა გავიგოთ, ხო? სადღაც ამერიკაში, საქართველოში ზის მუსლიმი და ახალგაზრდა, რომელსაც რაღაც ცოტათი თავგადასავლების წყურია, იმიტომ რომ მის სოფელში, მის გარემოში პრაქტიკულად არაფერი არ არის. არც გასართობია, არც სად უნდა წავიდეს ადამიანები. საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს უჭირს, რომ საკუთარი თავი რამით დააკავოს ჩვენს ქვეყანაში, ჯერ სამწუხაროდ. რა უნდა ქნას ამ ადამიანმა, ხო? შემდეგ მას ეუბნებიან, რომ იცი რა, წამოდი ეს არის რელიგიურად სწორი და ეკონომიკური ფაქტორი, როგორ შენ ეკონომიკური შემადგენელი ახსენე, აი როგორია ეს ეკონომიკური შემადგენელი აი ამ ისლამური სახელმწიფოს ზოგადად. ამ ეტაპზე ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიებზე არის ისეთი ქალაქები, რომლებიც არიან მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლები ნავთობის და ისინი ყიდიან ნედლ ნავთობს, ნეფტ ლხამ, ესე იწოდება, ყიდიან ძალიან იაფად. აი ძალიან იაფად სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს კონტრაბანდულად ერთი თვალსაზრისით, ერთი ვერსიით გადის, ვთქვათ, თურქეთის საზღვარს, შედის თურქეთში და მერე შემდეგ უკვე მიეწოდება სხვა ქვეყნებს, ეს არ ვიცი რამდენად სანდოა ეს წყარო, მაგრამ არის ამაში ლოგიკა და ისლამური სახელმწიფო არის დაკავებული იმ ბანკების ძარცვით, რომლებიც ფუნქციონირებენ ჯერაც რამდენიმე ბანკი, რომლებიც ფუნქციონირებენ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც მართავს ისლამური სახელმწიფო 700 მილიონამდე
$700 მილიონი დაახლოებით გამოიღეს ამ ბანკებიდან, გაძარცვეს ეს ბანკები დაახლოებით. არა, ახალგაზრდებს ხო, ეს ეკონომიკური წესრიგი როგორია, ხო? შენ გექნება ყველაფერი, იქნები უზრუნველყოფილი. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? როდესაც იქ ჩადიან ეს ახალგაზრდები, რამდენად ყველაზე სასაცილო ფაქტი, რაც ფიქსირდება, ეს არის, რომ როდესაც ჩადის თავისთავად ეუბნებიან, რომ თქვათ, თქვენ იქნებით რაღაც უზრუნველყოფილები, თქვათ, საცხოვრებლით, იქნება ეს საჭმელი, სასმელი და რაღაც თანხა, რომელსაც თქვენ მიიღებთ. არის შემთხვევები, თქვათ, ჯაბჰათულ ნუსრა, ეს არის მეორე ყველაზე ესეთი სერიოზული ტერორისტული ორგანიზაცია რეგიონში, ჯაბჰათულ ნუსრა ალ-აჰლუ შამი, ანუ სირიელი ხალხის დახმარების ფრონტი. როგორც ჯაბჰათულ ნუსრა, ასევე ისლამური სახელმწიფო წარმოიშვნენ ალ-ქაიდას შტაბებზე, მაგრამ შემდეგ უკვე ჯაბჰათულ ნუსრა გაყვა ალ-ყაიდას ხაზს, მაგრამ ისლამურმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ჩამოყალიბებულიყო ბოლომდე სახელმწიფო და არნაირი ორგანიზაცია და ხო, რას ვამბობდი? ძალიან ხშირად, თქვათ, ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ჩრდილო კავკასიელები ეწერებიან ჯაბჰათულ ნუსრას რიგებში და იმის გამო, რომ ჯაბჰათულ ნუსრა ვერ უზრუნველყოფს მათ, თქვათ, ხელფასით, ისინი გადადიან კონკურენტ ტერორისტულ სახელმწიფოში, ისლამურ სახელმწიფოში და ეს ძალიან სასაცილოა, ქართველებიც ძალიან ხშირად მსგავს ინტრიგებში ეხვევიან ხოლმე და გადადიან ერთი ტერორისტული ორგანიზაციიდან მეორეში ძალიან ის სასაცილო სიტუაციებში დაფინანსების არ ქონის გამო. აქ უკვე ცხადია, რომ ეს რელიგიური ფანატიზმი ჩანაცვლებულია რაღაც ეკონომიკური ფორმით. ამ გადაცემას საუბარი რელიგიაზე ქვია, ჩვენ მიმოვიხილოთ, რა თქმა უნდა, ის ნაწილიც, რომელიც მიმოვიხილოთ, მაგრამ საოცარი არის ის, რომ ეს აპოკალიფსური მოვლენები, ხო, ეს ესქატოლოგიური წარმონაქმნები, როგორც არის მაგალითად ისლამური სახელმწიფო, ჩვენ გვხვდებოდა, ხო, ევროპაშიც რაღაც ეს მიუნსტერის თეოკრატიული რეჟიმი გვახსოვს, ხო, რომ დაამყარეს და დაიწყეს იქ რაღაც წმინდა სივრცის შექმნა, ხო, ანუ ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსება, რაც ყოველთვის იყო და იქნება, არის ის, რომ მან განჯადოება მოახდინა აქაური სამყაროს. მან თქვა, რომ ადამიანები წესრიგს აქ ვერ დაამყარებთ, ანუ სადღაც ეს ესქატონი, ხო, ეს მომავალი საუფლო გელით იქ. აქ თქვენ ვერ შეძლებთ გქონდეთ წმინდა სივრცე, აქ შენ უნდა იყო დევნილი, არ უნდა გქონდეს ძალიან მარტივად რო ვთქვა, სასუფეველი არ შეიძლება გაამქვეყნიურდეს. მაგრამ ქრისტიანობაშიც წარმოიშვა ისეთი რაღაც მიმდინარეობები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა, აქ და ახლა ჩვენ უნდა გავწმინდოთ ერეტიკოსებისგან და ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც ხელს უშლის აი ამ რაღაცა საყოველთაო წმინდა და ღვთაებრივი ზნეობრივი სივრცის შექმნას, ხო? და ეს სურვილი მოკლა ადამიანები დაჩაგრო, იმიტომ რომ მიიღო რაღაც სტერილური სივრცე, იკითხება აი ამ ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში, ხო? რელიგიურ მიმდინარეობაში, სადაც ადამიანები იმდენად არიან ეგზალტირებულები რაღაც იდეის გარშემო, რომ ისინი მზად არიან დააჩქარონ ეს სასუფეველი, ხო? იბრძოლონ იმისთვის, რომ ხვალ დადგეს აქ სასუფეველი. ხდაშენის ეს მიიჩნევა ხოლმე, რომ არის რაღაც დიდი რწმენის გამოვლენებად. მიიჩნევა ხოლმე, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანს შეუძლია ფანატიზმით გადალახოს რაღაც საზღვრები და იქცეს კრიმინალად, მაგრამ სინამდვილეში როგორც ჩანს და როგორც იკითხება, ეს ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, არიან უბრალოდ დამოკიდებულები რწმენაზე და მათ აქვთ ეჭვი, რომ ის ყველაფერი რისიც წამთ სისულელი. და გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ შეუძლიათ აი ამ კულტურული სივრცე, აი ამ ფსიქოლოგიური ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება, ისინი ცდილობენ, რომ ქმედებით გადალახონ ეს საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობა საკუთარივე რწმენასთან, ხო? ეს არის ძალიან საშიში მოვლენა. და ის იქცა პოლიტიკურად არა, ეს
ეს ადამიანები არიან პროპაგანდის მსხვერპლი ბავშვები, რომლებსაც იგზავნიან, ქალები, რომელსაც იგზავნიან, ხო? და ამ პირობებში ჩვენი სახელმწიფო, როგორც ჩვენ ვხედავთ, პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს. ხო, შექმნა რაღაც სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, რომელთაც რეალურად ცდილობს გააკონტროლოს ეს ადამიანები, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ისინი კარგავენ ავტორიტეტს და შესაბამისად ერთადერთი სივრცეც კი, სადაც შეიძლება და განვითარებული იყო ეს ყველაფერი, ანუ მათთვისაც არა ავტორიტეტული. ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვა. ჩვენ ვიცით, რომ ისლამი არ იძლევა, ასე ვთქვათ, პირდაპირ, შეიძლება ისლამის ინტერპრეტაცია სხვაგვარადაც, ხო? როგორ უნდა მოხერხდეს და ბევრნაირად, ხო? როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ჩვენ გვქონდეს ქვეყანაში ისეთი ისლამური თემი, რომელიც არ იქნება მომხრე აი ამ ხალიფატის, რომელიც ძალიან მიმზიდველია. მე ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ძირითადი მასაბი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია საქართველოში, ეს არის ჰანაფიტური მასაბი, რომელიც არ იზიარებს ექსტრემისტულ იდეებს, ვაჰაბიტურ, სალაფიტურ იდეებს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ისიც აღვნიშნე, რომ პანკისელები ძალიან აქტიურობენ ბოლო პერიოდში და ისინი თითქმის გამოეყვნენ ამ საერთო თემს, ქართულ ისლამურ თემს და საერთოდ არ ემორჩილებიან მას და ემორჩილებიან, თქვათ, ჩეჩნეთის ვილაიეთს, რომელიც შექმნა აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადიმ ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოც მათ დაქვემდებარებაში შედის. საერთოდ ამ სამმართველოს იმის თქმა მინდა, რომ ამ სამმართველოს გამოეყო პანკისი, როგორც ასეთი რეალურად ასეა და ისინი საერთოდ ინერტულები გახდნენ საერთო ქართული ისლამური თემისადმი. და ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ისინი მიაჩნიათ წვალებლებად, ხო? წყალებში მქაფირებად, იმიტომ რომ ლოცულობენ თუნდაც შიიტებთან ერთად. აი ეს ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს ახალგაზრდები, განსაკუთრებით ეს სალაფიტები, ეს არის ძალიან მე როდესაც ლიბანში ვიყავი, ვერაფრით უმტკიცებდი მუჰამად ალამინის მეჩეთში ხატიბს, რომ საქართველოში შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ ერთ ჭერქვეშ და ერთად აღავლენენ სალათის რიტუალს. ვერაფრით ვერ დაუმტკიცე და მე რო აჩვენე რაღაც მეორე დღეს მიურბენინე ტელეფონით ეს ინფორმაცია და იმდენად უკვირთ, რომ ეს არის დაუჯერებელი. იმდენად ლიბერალურ ქვეყანაშიც კი, როგორც არის ისეთ ლიბერალურ ქვეყანაშიც კი, როგორც არის თქვათ ლიბანი, სადაც რაღაც კონფესიების მიხედვითაა სახელმწიფო მოწყობილი მთლიანად, რაღაც პრეზიდენტი არის მარონიტი ქრისტიანი, რაღაც სუნიტი არის პრემიერ-მინისტრი, შიიტი არის პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ და აი ესეთ ქვეყანაშიც კი გაუკვირდათ ესეთი ფაქტი და რა თქმა უნდა პანკისელები, რომლებიც ყველაზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი რაღაც ნაწილზე პანკისელი ახალგაზრდებისა, რომლებიც განიცდიან ძალიან დიდ გავლენას გარეძალებისგან მხედველობაში მაქვს ისლამური სახელმწიფო, რა თქმა უნდა მათ მსგავსი ფაქტი მიაჩნიათ, მსგავს ფაქტს აღიქვამენ, მსგავს არა უშავს, ხშირად გვდება ხოლმე. მსგავს ფაქტს აღიქვამენ, ესე ვთქვათ, ქაფირულად და გმობენ ამას, რა თქმა უნდა, ისლამით გათვალისწინებულ ფარგლებში ეს არის, რა თქმა უნდა, აკრძალული ერთ ჭერქვეშ ლოცვა ქაფირთან ერთად, შიიტთან ერთად. მე რა თქმა უნდა მივესალმები ნებისმიერი სახის ინტერრელიგიურ დიალოგს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ სახელმწიფოს ზეგავლენით და როდესაც სახელმწიფო აიძულებს ორ კონფესიას ერთად ასე ვთქვათ ერთ ორგანიზაციაში გაერთიანდეს, ეს სრულიად საქართველოს სამთა სამმართველო სხვა არაფერი იყო, ხო? უბრალოდ აიღეს შიიტი მუსლიმები და სუნიტი მუსლიმები და გააერთიანეს ერთმანეთში, ხო? ყველას აქვს უფლება ილოცოს ისე როგორც სურს, მით უმეტეს თუ ეს რაღაც შეყრა და ეს რაღაც ფსევდოეკუმენური მოვლენა უკუ რეაქციებს იწვევს აი ამ ახალგაზრდებში. ჩვენი სახელმწიფოსთვის შეიძლება ხვალ იქცნენ საფრთხეებას სწორედ სახელმწიფოსვე არასწორი პოლიტიკით, არა?
ბექა, ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადო სტუმრობისთვის. მე გადაცემის ბოლოს მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ თარიღს, 10 ოქტომბერს იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების მსოფლიო დღე. ეს ადამიანები სისტემატურ დისკრიმინაციას განიცდიან. მე მქონდა აქ ლოგო, მაგრამ აღარ მაქვს. რომლებიც ჩვენს ლექსიკაში, ხო, ანუ დამკვიდრებულია ძალიან აი ეს ტერმინოლოგია, ხო, ეს გიჟები, შიზოიდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლებიც ამ ადამიანების სტიგმატიზებას და მარგინალიზებას იწვევს, ამიტომ მე მინდოდა გამომეყენებინა ეს ეთერის ბოლო მომენტი აი ამ დისკრიმინაციული ლექსიკის და მათ მიმართ დისკრიმინაციის ფართოდ დასაკმაყოფილებლად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურებთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.